წერილები ფრონტიდან, ჯარისკაცების ემოციები და მეორე მსოფლიო ომის ფრაგმენტების სხვადასხვა სახის ექსპონატი დღეს საზოგადოებისთვის ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმში გამოიფინა. მუზეუმში გაცოცხლებული 9 მაისი დროს ობიექტივში. ამჟამად მოსკოვის ოლქში ვიმყოფები. დასვენების საშუალება მომეცადა გწერთ წერილს. შემდეგში შეიძლება ამის დრო აღარ მქონდეს. ჯერჯერობით ყველა სიძნელეს ვიტან. ახლა როცა ამ წერილს ვწერ ზარბაზნების ხმა ისმის. ყველა ბრძოლისთვის ემზადება, მათ შორის მეც. ამ ბარათს ოჯახის წევრებს მეორე მსოფლიო ომში მყოფი ჯარისკაცი წერს და ნათესავებს იქ არსებულ მდგომარეობას აცნობს. მსგავსი შინაარსის კიდევ ათობით წერილია დაცული ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. ტრაგიკული და მნიშვნელოვანი, ასე აფასებენ ისტორიკოსები მეორე მსოფლიო ომს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გლობალური მოვლენა მთელ მსოფლიოში. რადგანაც ორი ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს ფაშიზმი და ბოლშევიზმი, მაშინ აჭარა და მთელი საქართველო ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდროინდელი თაობა, იმდროინდელი საზოგადოება მას აქეთ ჰქონდა როგორც სამამულო ომად. ეს რუქა კი ადოლფ ჰიტლერის მიერაა შემუშავებული და იგი დასავლეთ ევროპის დაპყრობის გეგმას ასახავს. აქვეა მანჯურიისა და სხვა ქვეყნების საბრძოლო გეგმაც, ჯარისკაცების სიგელები, საბრძოლო ნივთები და პრესის მიმოხილვა. მუზეუმში დაცული 10,000-მდე ექსპონატიდან, რომელიც სამამულო ომის პერიოდს ასახავს, დღეს მხოლოდ ნაწილი გამოიფინა. მეტნაკლებად შევძელით, რომ ხალხისათვის დღეს კიდევ შეგვეხსენებინათ პირველი მეზღვაური ქალები აჭარიდან, რომლებმაც 40 წელს დაამთავრეს სასწავლებელი, საზღვაო სასწავლებელი მოსეძახდნენ მაშინ ბათუმში და 4-ვე 40 წელს თავიანთი სურვილით წავიდნენ გემზეს შტურმანებად საცურაოდ. აქედან ერთ-ერთი ნინო კალანდაძე 42 წელს წყნარი ოკეანის ზღვებში დაიღუპა. 3 ჩამოვიდა უნებლად ბათუმში და გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700,000 ადამიანი მონაწილეობდა. დაიღუპა ნახევარზე მეტი, 24,000-ზე მეტი ჯარისკაცი კი აჭარიდან იბრძოდა, მათგან 12 საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. ჩვენ ნახეთ წერილები, რომელიც იყო ძალიან საინტერესო, რომელიც ასახავდა იმ ეპოქას კარგად, კარგი ჩანახატებია, თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი თაობისათვის და ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა უნდა კარგად დააფასოს, შეისწავლოს. მუზეუმში ჩამოვედი ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან და ძალიან მომეწონა ასეთი კარგი გამოფენა დიდი სამამულო ომის გამარჯვების წლისთავზე ხვალ გამარჯვების დღეა. ხოდა ყველა ნიმუშები საუკეთესოა. აჭარა მეორე მსოფლიო ომში ამ სახელწოდების გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ერთი კვირა გაგრძელდება.